სტუდიაში ყავს სტუმარი, ეს გახლავთ კახალომაძე, გურიის სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბიროს პროგრამების კოორდინატორი. მოგესალმებით, კახა, მადლობა რომ დღეს ჩვენს ეთერში ხარ. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისათვის. მადლობა შენ მოსვლისთვის. სამოქალაქო სექტორი არის ამ ეტაპზე, მე ვიტყოდი, რომ რაღაცა ესეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე დღეს. გულისხმობ ორ კანონს და მესამე კანონში გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას. როგორ შეაფასებდი ზოგადად ამ კანონების კომბინაციას და როგორ აისახება ზოგადად ის თქვენზე, როგორც შენი ორგანიზაციის მაგალითზე, ასევე ზოგადად სამოქალაქო სექტორზე, თუნდაც რეგიონებში. ძალიან საინტერესო კითხვა. ეს კანონი არა მარტო აისახება, უკვე აისახა, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაშიც ველოდებოდით პასუხს დონ ორი ორგანიზაციიდან და თავსიკავების დაფინანსებისგან, იმიტომ რომ როგორც ისეთ ახალ ცვლილებებიდან გამომდინარე, მან ნებართვა უნდა აიღოს სახელმწიფოდან და თავარი არის ის, რომ ჯერც კიდევ გუშინდელ დღემდე არ იყო გათვალისწინებული, ვისგან უნდა პროცედურებიც არ იყო კარგად გაწერილი. ანუ ვისგან უნდა აიღოს ნებართვა, იმიტომ რომ კარგ საქმეში თახა ჩადვას, ეს არის ძალიან დიდი ნონსენსი, რომ ადამიანი, რომელიც სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებს შენ ქვეყანაში, ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ ადამიანი გაძლევს ფულს და ამისათვის თანხმობას იღებს, რომ მოდი დავხარჯავ ეს ნებართვას და პირიქით ისე არის, შენ რომ გაძლევს თანხას, უნდა იკითხო მასთან, რომ გააქვს ნებართვა, იმიტომ რომ ის ჯარიმდები შენ, ანუ კანონის სიტუაცია ისეთია, რომ თუ აიღე ეს თანხა, შენ ჯარიმდები ორმაგი ოდენობით, ანუ იმას ადამიანს, რომელიც მოგცემს ფულს რაღაც კარგ საქმესთვის, ანუ ჩვენ რა მაგალითად ბოლოს ძალიან დიდი აქტივობა ჰქონდა ინტელექტ თამაშების ჩემპიონატი გურიის სკოლებში ეკოლოგიის თემაზე. კი, ჩვენც ვაშუქებდით ძალიან გამოხმაურება თამაშებს კი ბატონო. ამის მასე გერმანიის განვითარების აგენტოს უნდა ეთქოსნებათ და მოდი დავაფინანსებ ამ იმას და ეს არის, რა ვიცი, სასაცილოა ჩემთვის, ანუ ალბათ ეს ადამიანები, ვინც იღებდა ამ კანონს, საერთოდ არ უფიქრდებოდნენ ამაზე, თუ რა სიწვევს ეს კანონი და რა შეიძლება გამოიწვიოს. უკვე გამოიწვია ჩვენზე, არა მარტო ჩვენზე, ვიცი რომ ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ელოდებოდა უკვე დაფინანსება ძალიან საინტერესო პროექტების და ამ კანონმა, რომელიც გამოცემიდან 2 დღეში ამოქმედა, ანუ 10-ში აღარ მახსოვს რიცხვი, მაგრამ 10-ში რომ ეკენ აპრილში 17-დან უკვე შევიდა ძალაში, უკვე გამოწვეული აქვს პრობლემები. კი ბატონო. როგორ ხედავ ახლო მომავალს, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ისაუბრე სამოქალაქო სექტორისთვის და მე რო ვთქვათ, მაგალითად ადამიანებისთვის, ვინც თქვენგან ამ ტიპის სერვისებს იღებდნენ, მხარდაჭერის, განათლების მიმართულებით და ასე შემდეგ. ანუ როგორ ფიქრობთ ამ კანონების პირობებში, როგორ შეიძლება გაგრძელდეს თქვენი საქმიანობა? ცით რა, უნიკალური ამაში ისიც არის, რომ რეგიონებში განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორის აქტიურობა აისახებოდა თვითმმართველობაზეც, ანუ თვითმმართველობაც გარკვეულ პროგრამები ხდებოდა თვითმმართველობაში სამოქალაქო სექტორის და გრანტების დახმარებით. ძალიან ბევრი აქტივობა იყო ოზურგეთის მაგალითად ღია მმართველობის პროგრამაში პირველ ადგილზე ვიყავით, ამ შესაბამისი ჯილდოებს იღებდა თვითმმართველობა და ამის შეწყვეტა, არ ვიცი, ანუ ძალიან ბევრი სერვისი იყო, რომელიც თვითმმართველობას უბრალოდ არ აქვს რესურსი მათი განხორციელებისათვის, კეთდებოდა ამ გრანტების და ისინი ძალიან აქტიურად თანამშრომლობდნენ თქვენთან ამ გრანტების მეშვეობით ამ საქმიანობების განსახორციელებაში. გიგრძნიათ თუ არა? რა ვიცი, მაინც ასე გკითხავთ, თუნდაც პირად საუბრებში, თუნდაც საჯაროდ, ანუ მათი მხრიდან იმ საჯარო მომხელეებს გულისხმობ, ვინც იყვნენ ამ ყველაფერში ჩართულები, რაღაცა წუხილი პროტესტი, ბრაზი, პროტესტი არა, მაინც მათთვის მაინც არასამთავრობო ხარვა, შეიძლება პროტესტ რა თქმა უნდა ვერ დააფიქსირებენ. Ну, ალბათ სინამდვილეზე კი, ანუ იხსენებენ, კარგად იხსენებენ ჩვენ თანამშრომლობას, ჩვენი ორგანიზაცია მაგალითად ორჯერ გახდა ოზურგეთის მერის გრანდიორი, ჩვენი სოციალ-მოგვაქვს მოხსენება და ძალიან კაი თანამშრომლობა, ძალიან კაი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ დააფიქსირებს ვერავინ პირდაპირ, მაინც დერი ვარ. და ამის პირდაპირ დაფიქსირებასთან მე ვფიქრობ თავ მოერიდებიან. მინდა კითხო თქვენს მიმართულებაზე ახალგაზრდების საკითხზე, რომლის ფარგლებშიც, რა ვიცი, მეც უამრავი წელი მახსოვს თქვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული, რა ვიცი, არაერთი მცირე თუ მასშტაბური აქტივობა, ღონისძიება, პროექტი და ასე შემდეგ, რომელთა წყალობითაც ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ ბევრი ტიპის მხარდაჭერა მიიღო.
იმის შემდეგ, როცა ეს ყველაფერი ასე იცვლება და ასე იზღუდება დაფინანსების წყაროები, რას კარგავენ ახალგაზრდები, მომავალი თაობები, რომლებიც აწი უნდა ჩართულიყვნენ ამ პროგრამებში, ამ ცვლილებებში? ძალიან ბევრს კარგავენ, იმიტომ რომ როგორც ახსენეთ, ჩვენ მუშაობდით ერაზმუსში, საერთაშორისო ევროკავშირის დაფინანსება იყო და ევროკავშირში იძლეოდა შესაძლებლობას მოკლევადიანი, გრძელვადიანი პროექტების განხორციელებას. ჩვენი რეგიონი შედიოდა აღმოსავლეთ პარტნიორის რეგიონში, ანუ ცალკე რეგიონი იყო ამ პროგრამის შიგაფარგლებში. ამ რეგიონში რუსეთი, ბელარუსია უკვე გაეთიშა, რა თქმა უნდა. აზერბაიჯანი უკვე გაეთიშა, განაცხადა აზერბაიჯანმა, რომ არ გვინდა ერაზმუსში მონაწილეობა და დახურა საერთოდ ოფისი და მაგაზე მივდივართ ჩვენ უკვე ვიგრძენით, იმიტომ რომ ორი პროექტი უნდა ქონოდა წელს ზაფხულში განხორციელებული და უკვე ვარი გითხრა საფრანგეთის და პოლონეთის ნაციონალურ სააგენტოებმა, რომ ანუ მათ არ უღირთ რაღაც ნებართვის აღება დაფინანსებაზე, რომ იმისათვის რომ პროექტი განხორციელებს საქართველოს ვერც მიხდენ სტრუქტურულად როგორც უნდა მიხდეს, ვის უნდა მიმართენ, ვის უნდა მიემართონ, საერთოდ რატომ უნდა მიემართონ, რომ უთხართ ასე და ასეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკვე ეს ფარა რო ახალი კანონი ხა მათ ჯერჯერობით არ ვარ, მაინც ეხება უკვე ფიზიკურ პირებსაც, ანუ მოხალისეების ჩამოსვლა, მოხალისეების წასვლა უკვე შეიზღუდება, იმიტომ რომ მოხალისე რომელიც ჩამოდის ჩვენთან, ის იღებს ევროკავშირიდან დაფინანსებას და ამ ფარას მიხედვით რაღაც გარკვეულწილად მე მგონი ხდება ამ რეგულაციაში. იმიტომ რომ იქ კია შეზღუდა რაღაც პოლიტიკური საქმიანობა, არ უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკური საქმიანობა ყველაფრის მივა შეიძლება. ჩვენ უკვე პირდაპირ ვიგრძენით, აი როგორც თქვი, პროექტების პასუხს ველოდებით, მაგრამ აი აპრილში რომ მიიღენ, ეს ეგრევე რა თქმა უნდა გავრცელდა და უკვე ორი პროექტი გაგვიჩერდა ამის ფარგლებში. რა თქმა უნდა, დიდი საშუალება კი არა, ავიცი წელს გვაქვს, მე-20-იც არ გვაქვს რაღაც ძალიან თუ შარშან და შარშანც მქონდა, კიდევ შარშან რაღაც მქონდა რაღაც 30 პროექტი წელსში, ეს გვაქვს 5. ანუ საგრძნობლად კატასტროფული ვარ. ანუ ეს არის რომ ახალგაზრდა ვერ წავა ევროკავშირში, ვერ გაეცემს თანატოლებს, იმიტომ რომ აგენტები ვართ. აგენტურ ქსელში ვერ ჩავთავთ ახალგაზრდებს, ასე გამოდის. რა ვიცი, კითხვა რიტორიკულია, მაგრამ მაინც როგორ ფიქრობ, ბოლო კითხვა არის ეს ჩემი, რა არის ამ ყველაფრიდან გამოსავალი? თუნდაც კოლეგებთან საუბრის დროს, თუნდაც იმ ვითარების გაცნობისას, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, როგორ გონია, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, იქნება თუ არა გამოსავალი და როგორი უნდა იყოს თქვენი მიდგომა ამ ყველაფრის მიმართ? ამის გამოსავალი ალბათ ისევ და ისევ, რომ სამოქალაქო სექტორმა უნდა გააგრძელოს მაინც მუშაობა, უნდა მოიპოვოს რაღაც თავისი ძალა, ენერგია, სხვა დაფინანსება, რომ საქმიანობა არ შეწყდეს, იმიტომ რომ ძალიან მართლა იცით, ყველა მიცის რა, განამთავრებამ არ იცის რა კეთდებოდა სამოქალაქო სექტორის დახმარებით. ამის გაჩერება ძალიან დიდ გავლენას იმოქმედებს იმ ბენეფიციარებზე, შეშემოწმებულ ახალგაზრდებზე, რა ვიცი, ძალიან ბევრზე. სათემო კავშირებზე, თუნდაც ახალგაზრდებზე, რომელიც ევროკავშირში და ასევე ალბათ, რა ვიცი, მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რომ ამით ძალიან ცუდ რაღაცას აკეთებს. ანუ მე აღარ მაქვს იმედი რომ დაფიქრდა, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაც ახალი კანონები მიდის და ახალი რომელიც ხვდავს, მაგრამ რა ვიცი, სამოქალაქო დამოუკიდებლობა ალბათ მოგვიტან შედეგებს ამის გამოცდილება აქ საქართველოს და რა ვიცი, მეც მაქვს იმედი რომ რაღაც გამოიცლება. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. პირიქით მადლობა რომ გაგრძელებთ ჩვენ კიდევ ამ მიმართულებით მუშაობა და ვიცით რომ დამოუკიდებელ პრესაზე ეს განსაკუთრებულ დარტყმას აკეთებს და რა ვიცი. კი ბატონო. ყველასთვის პრობლემაა და ყველასთვის გამოწვევა, მაგრამ იმედია რომ მოიძებნება გამოსავალი ყველასთვის ოპტიმალური. ჩვენც იმედით ვართ. მაყურებელ შევახსენებ რომ ჩვენ ვსაუბრობთ კახალომაძესთან ერთად, ის გახლავთ გურის სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბიროს პროგრამების კოორდინატორი.